ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ძალიან საინტერესო იგავს. ეს იგავი როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. შეგიძლიათ პატარებსაც მოასმენინოთ. ეს იგავი მსოფლიოს ხალხთა იგავებიდან გადმოაქართულა მწერალმა მარიამ ციკლაურმა. თუ მოგეწონებათ ჩვენი ვიდეოები, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი, დაგვიკომენტაროთ და გააზიაროთ. ამ იგავს ქვია ცხელი და ცივი სიტყვები. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდათ ორი შვილი, ორი გოგონა. პატიოსანი ადამიანები იყვნენ, შრომობდნენ, ზრუნავდნენ ბავშვებზე და სიყვარულით ზრდიდნენ მათ. დრო გადიოდა. წამოიზარდნენ გოგონები და დაოჯახდნენ. ორთავეს მშვენიერი ბედი არ გუნა ღმერთმა. მართალია, მშობლებიდან და ერთმანეთიდან მოშორებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მშობლებს არ ივიწყებდნენ. ხან საჩუქრებს უგზავნიდნენ, ხან მოკითხვის წერილებს და მისალოცებს. წლები გადიოდა. მშობლები მოხუცდნენ. მერე დედა გარდაიცვალა. მამა მარტო დარჩა. გადაწყვიტა ბერიკაცმა, წავალ ჩემ შვილებთან, მათ გვერდით თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობო. მართლაც გაყიდა თავისი სახლკარი და გზას დაადგა. გეზი უფროსი შვილისაკენ აიღო. შვილმა კარგად მიიღო მოხუცი მამა, მაგრამ არც ისე დიდხანს გასტანა მისმა მზრუნველობამ და ყურადღებამ მშობლისადმი. მალევე მობეზრდა. მოხუცის მოვლა პატრონობა. დაუწყო მამას ყვედრება. ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა. ქედმაღლურად ელაპარაკებოდა. დასცინოდა. დადარდიანდა ბერიკაცი. რაღა ექნა. გადიოდა სახლიდან და შინ დაბრუნებას ერიდებოდა. იხურავდა ქუდს, იცვამდა პალტოს და ასე ჩათბილული მთელი დღე გარეთ ქუჩის სკამზე იჯდა. მამა, რატომ იცმევთ ამ გაგანია ზაფხულში პალტოს? ან ქუცრისთვის იხურავთ? მეზობლები თქვენზე ლაპარაკობენ. რას გავს ექსაქციელი? რატომ მჭრით თავს? რაზდებოდა უფროსი შვილი. ცივი სიტყვები ზაფხულის სიცხეშიც ყინავს ადამიანს. მოწყენილი პასუხობდა ბერიკაცი. მთელი დღეები ასე იჯდა მოხუცის სკამზე. სახლის წინ და გზას გასცქეროდა. ერთ მშვენიერ დღეს მის წინ ეტლი გაჩერდა და ჩამოვიდა უმცროსი შვილი. გაუხარდა მოხუც მამას ქალიშვილის დანახვა. გადაეხვია ქალი მამას და უთხრა. მე თქვენს წასაყვანად ჩამოვედი, მამა. ხომ იყავით აქ უფროს შვილთან? ახლა ჩვენთან წამობრძანდით. ჩემი ბიჭუნა სულ თქვენს ხსენებაშია, სულ იმას ნატრობს ბავშვი, ბაბუა როდის ჩამოვა ჩვენთან საცხოვრებლადო. მეც მინდა რომ ახლა ჩემთან იცხოვროთ და აი უნდა წაგიყვანო. უცებ გახალისდა მოხუცი. თითქოს გაახალგაზრდავდაო. მუხლში ძალა ჩაუდგა, თვალებში სინათლე. წუთში მოაგროვა თავისი ნივთები და ეტლში ჩაჯდა. მერე პალტო გაიხადა, ქუდიც მოიძრო და გვერდზე მოიდო. უფროს გოგოსაც გაუხარდა რომ მამა მეორე შვილთან მიდიოდა და ახლა უკვე მზრუნველობით ჰკითხა. მამა, რატომ გაიხადე პალტო? ქუდსაც ნუ მოიხდი, გზაში ქარმა არ გაგაციოს.
მე გაციების როდი მეშინია, ცივი სიტყვების შიში მაქვს მხოლოდ, ზაფხულის სიცხეშიც რომ ქსუსხავს და ყინავს, თბილი სიტყვები კი სიცივეშიც გაგათბობს ადამიანს. სევდიანი ღიმილით უპასუხა მამამ. აი ესეთი ძალიან თან სევდიანი, თან ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი იგავია, რომელიც ყველა ადამიანისთვის ალბათ ძალიან ჭკუის სასწავლებელია, რომ როგორი მნიშვნელოვანია მშობლებთან და საერთოდ ყველა ადამიანთან თბილი და გულისმიერი ურთიერთობა. და ალბათ ბევრ თემაზე დაგვაფიქრებს ეს იგავი, დაგვიკომენტარეთ, აუცილებლად მოასმენინეთ ბავშვებსაც ეს იგავი, გააზიარეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი.